მე მოგიყვები დაკარგულ უძველეს ქართულ ტომებზე, რომელთა არსებობის შესახებ დარწმუნებული ვარ, არც კი ქონდა გაგონილი. ძველად ამ მიწებზე, რომელსაც დღეს ზაგროსის მთიანეთს უწოდებთ, ცხოვრობდნენ არა ირანელი ან სხვა სემიტური, არამედ ძირძველი ქართული მოდგმის ხალხი. ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური მონაცემები ამ რეგიონში რამდენიმე უმთავრეს ეთნოს გამოყოფს. ლულუბეები, ზაგროსის უძველესი მთიელები, კასიტები, იგივე კასკები, ბაბილონის მომავალი დამპყრობლები, მანელები, მანას სამეფოს შემქმნელები და გილზანელები, მეტალურგიით სახელგანთქმული ეთნოსი. მათი მთავარი ქალაქების და ციხესიმაგრეების სახელები საინტერესოდ ჟღერს: იზირტუ, ასევე ზიკირთუ, ასევე არმეთი, ულუშია და შიმერი ჰადირი. გაგიკურდებათ და ლულუბეების დიდებული მეფის სახელია ანბანი. ამ ტომების კულტურა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ჩვენს სამყაროსთან. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ აქაური ნაცრისფერი კერამიკა და ცხოველური სტილის ოქრომჭედლობა არ არის მესოპოტამიური. მეტალურგიული ოსტატობა, რაზეც ასირიული შავი ობელისკი მოგვითხრობს, სწორედ ამ ხალხის სავიზიტო ბარათი იყო. ტოპონიმიკაც ამას ადასტურებს. იზირტუ მეგრულად სრიალას ან სასრიალოს ან კალახს ნიშნავს, რაც ზაგროსის ციცაბო რელიეფის იდეალური აღწერაა. ამ ყველაფრის უკან დგას უდავო აქსიომა: ჰაპლოჯგუფები G და L არის ქართული გენეტიკური კოდები. თანამედროვე ლურებსა, ბახტიარებსა და გილიანებში, რომლებიც დღეს ამ მიწებზე ცხოვრობენ, სწორედ ეს გენეტიკური კოდები დომინირებს. ეს არ არის უბრალოდ დამთხევა. ეს ხალხი ლულუბეებისა და კასიტების პირდაპირი შთამომავალია. შესაბამისად, ისინი არიან ქართველები. ეს იყო ეტაპობრივი ასიმილაცია უფრო ახალმოსულ ირანულენოვან ტომებთან, თუმცა მათმა სისხლმა, კულტურამ და ტრადიციებმა ჩვენამდე მოაღწია. დღეს როცა ზაგროსის მთებში ლურების კულტურას უყურებთ, სინამდვილეში ჩვენსავე უძველეს ქართულ ანარეკლს ვხედავთ, რომელიც 1000 წლეულების მიუხედავად თავის ქართულ რეალურ კულტურას უცვლელად ინარჩუნებს. რომ არ გამომჩეს, სიტყვა ზაგრ-ოსი სვანური სიტყვა და საზღვარს ნიშნავს. სხვათა შორის მისი ქართული შესატყვისი არის საგარეო, ზაგარეო. ქალაქები ზაგრები, საგარეჯო და ცაგერი ასევე ამ სიტყვასთან არის დაკავშირებული. ვიდეოს ბოლოს კი მინდა რომ ყველა თქვენთაგანი უბრალოდ დაფიქრდეთ ერთ კითხვაზე: რატომაა რომ თითქმის 4000 წლის წინანდელი ლულუბეების იარაღი და კოლხური ცულები ისეთი სიზუსტით გავს ერთმანეთს, იფიქრებ რომ თითქოს ერთი და იმავე ადამიანის ხელისგანაა გამოჭედილი? შეუძლებელია ეს დამთხევა იყოს. ეს არის იმის დასტური, რომ მაშინდელი მსოფლიოს მეტალურგიულ ცენტრს სწორედ ჩვენი წინაპრები აკონტროლებდნენ, რაც იმ დროის გეოპოლიტიკურ რუკაზე ჩვენს წინაპარ ტომებს წამყვან ძალად აქცევდა. ჩვენ არა ვართ პატარა ერი მცირე ისტორიით. ჩვენ დიდი ცივილიზაციის შთამომავლები ვართ, რომელთა კვალიც დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზეა მიმოფანტული. მჯერა რომ ჩვენი გაერთიანება მხოლოდ დნმ-ის მშრალ მონაცემებზე არ იქნება დაფუძნებული. ასევე მჯერა რომ უფლის შეწევნით ჩვენი გენის მატარებელი მილიონობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს აღთქმულ მიწაზე და ეს იქნება არა ჩვენი ისტორიული გზის დასასრული, არამედ ახალი ბრწყინვალე დასაბამი. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.